პრეზიდენტი მედიას მოუწოდებს პოლიტპატიმრის სტატუსით დათავისუფლებულ პირებს ასე უაპელაციოდ ნუაფეტიშებენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც პოლიციიდან წამოსული კარინე გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს და ყველას მეუჩენს თავის ადგილს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყანა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაიაროს. რაც შეეხება კარინე გრიგორიანს სამსახურის დატოვების მიზეზად მან ჯაშუშების დათავისუფლება დაასახელა. ორგანიზაციის მონაცემებით ბელარუსში არის 5 პოლიტპატიმარი, ამას ბელარუსი უარყოფს. ჩილოკორეაში არის 10 პოლიტპატიმარი. საქართველოში პარლამენტმა გამოაცხადა, რომ იყო 200 პოლიტპატიმარი. ამით პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტმა თქვა ძალიან სახიფათო რამ, რომ ყველა ვინც ომის მდგომარეობაში ყოფ ქვეყანაში მოაწყობს სამხედრო ნაწილში ამბობს და მე მარამის მოწმე, როგორც თქვეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან სამხედრო ხელმძღვანელობას, მათ აქვს პოლიტიკური მოთხოვნები. და შემდეგ შეეცადენ ცხინვალის მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მიმალვას, ამას თვითონაც არ უარყოფდნენ. აი ეს ხალხი გამოუშვეს დღეს როგორც გმირები.